ქართულ კინოს 2023 წელი კარგად ემახსოვრება. მაგ წელს კულტურის სამინისტროს რეპრესიების ტალღა საბოლოო ფაზაში გადავიდა. კინემატოგრაფისტები არ დადუმდნენ და 400-ზე მეტმა მათგანმა კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. 2023 წლის 20 სექტემბერს პარლამენტთან გაიმართა კულტურის წარმომადგენელთა აქცია, სადაც კინემატოგრაფისტებთან ერთად იყვნენ კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებიც. ისინი გამოეხმაურნენ მაშინდელი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლას და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს კულტურის სფეროს რეფორმაცია. მაშინ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ დღეს იმორჩილებენ ქართულ კინოს, ლიტერატურას, მუზეუმს, კონსერვატორიას და ხვალ დაიმორჩილებენ მთლიან ქვეყანას. ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა და ქვეყანაში გაფორმებული დიქტატურა გვაქვს. ყველა დიქტატურას სურს დაიმორჩილოს კულტურის სადავეები. დაუსაბუთებელი დათხოვნებით და ცენზურის საშუალებით მოიშოროს მათთვის არასასურველი პირები და მოიყვანოს ჩუმი, უტყვი კონფორმისტები. კულტურის დასამორჩილებლად გამოცდილი ინსტრუმენტი არის ცენზურა, განსაკუთრებით ჩვენთან, პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც გასული საუკუნის კულტურა შეიქმნა საბჭოთა ცენზურასთან ურთიერთობის წიაღში. არსებობს მითი, რომ ცენზურა არის ერთგვარი ხარისხის შემოწმებელი, რომელიც გამანაწილებელი ქუდივით მაგიური სელექციის წყალობით გამოარჩევს მარგალიტებს ნეხვისგან. თითქოს და ცენზურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი, თავისთავად ამ დანიშნულებისთვის არსებობს. საკმარისია გადავხედოთ წინა საუკუნის გამოცდილებას, რათა დავრწმუნდეთ საპირისპიროში. საცად და საბჭოთა კავშირში ცენზურამ არაერთი ნიჭიერი ხელოვანი გაანადგურა პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. არის ისტორიები, როცა ცენზურა ხელს უშლიდა რეჟისორს გადაიღო ფილმი, როცა ცენზურა ფორმას უცვლიდა ნაწარმოებს, მაგრამ ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, არის რეჟისორზე, რომლის კარიერა ცენზურამ დაასრულა. ასეთი რეჟისორი იყო ალექსანდრ ასკოლდოვი. 1967 წელს საბჭოთა ეკრანებზე უნდა გამოსულიყო ფილმი კომისარი. ამბავი სამოქალაქო ომზეა, მაგრამ მის მეორად ეფექტზე, რომელიც სინამდვილეში პირველადია. მთავარი მოქმედება არ მიმდინარეობს ოფისში, სანგრებში ან ფრონტის ხაზზე, არამედ ერთ პატარა ხის ქოხში, რომელშიც ცხოვრობს ებრაული ოჯახი. ცოლ-ქმარი 7 ბავშვთან ერთად. ამ სახლში ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ ოთახს გამოუყოფენ ფეხმძიმე სამხედრო კომისარს. ეკრანზე ვხედავ თუ როგორ ხდება დისციპლინირებული ცივი სამხედრო ქალი, ზრუნველი და ნაზი დედა. შემდგომში საბჭოთა ცენზურა ამას დეჰუმანიზაციას უწოდებს. გაყვრით, რამდენიმე სცენაშია ნახსენები ბოლშევიკების და მენშევიკების დაპირისპირება. ომი ამ ფილმში სულ სხვა სათვალეებიდან და სულ სხვა ხალხის თვალებიდან არის ნაჩვენები, რომლებიც ცენზურის მიხედვით ფრთათა შეტაკების უკან უნდა იდგნენ და არა პირიქით. კომისარი არ არის გმირი ქალი, რომელიც გარდა მისი სამხედრო ვალისა ასევე კარგი დედაა. მსგავსი სურათი პირიქით დააკმაყოფილებდა ცენზურას. ის ნაჩვენებია როგორც დაკარგული ადამიანი, რომელსაც არ სურს შეეგუოს იმას, რომ პირველ რიგში ადამიანი და დედაა და არა სამხედრო. ფილმის ბოლომდე კომისარი არ არის წარმოჩენილი როგორც მსხვერპლი. მსხვერპლი აქ სულ სხვა ხალხია. ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც კომისრის ირგვლივ არიან. ამას საბჭოთა ცენზურამ დეჰეროიზაცია უწოდა. შესანიშნავი ფილმი, დახვეწილი სცენარი, მრავალმხრივი კონფლიქტები, რომლებიც გულწრფელად, არამიამიტურად ღრმა მეტაფორებით არის გაშლილი. დაწყებული პირველივე კადრიდან ღვთისმშობლის ძეგლით და დამთავრებული ებრაელი ბავშვების ომობანას თამაშით. გენიალური სამსახიობო ნამუშევარი, დასამახსოვრებელი ფრაზები, მაგალითად, ბიკოვის პერსონაჟი ამბობს. В нашем городе, товарищ Вавилов, никогда не будут ходить трамваи. Никогда. Почему, Ефим? Потому что в них некому будет ездить. Еще раз придет атаман Струк или шальная Маруся. И нас всех не станет. ებრაელების ტრაგედია არ არის ვულგარულად წარმოჩენილი, რითაც ხშირად ვსვდამენ რეჟისორები, როცა ომში ეთნიკური უმცირესობების ბედზე ფილმებს იღებენ. ამიტომაც ფილმს გარდა იმისა, რომ სიონიზმში დებენ ბრალს, ასევე პირიქით,
ანტისემიტიზმში. ებრაელები რატომ არიან დაუბანლებიო? იჩივლა ერთმა რაბინმა. ზოგადად, როცა რთულ თემაზე იღებ და ორივე მხარე გააბრაზე, ესე იგი რაღაც სწორად გააკეთე. ფილმის სცენარი გადაღებების დაწყებამდე შეაქო სერგეი გერასიმოვმა, საეჭვო რეპუტაციის კაცმა, მაგრამ ხელისუფლების მიერ დაფასებულმა, რომელმაც გადაარჩინა ფილმის ერთადერთი ასლი. სხვათა შორის, ოთარ კობერიძე ასრულებს ეპიზოდურ როლს. ყველაფერი ეს სიუჟეტი, ხალხი, რომელიც ჩართულია ფილმის შექმნაში, ჟღერს როგორც დიდი კარიერის დასაწყისი. მაგრამ ასკოლდოვმა პირველი აპლოდისმენტები 20 წლის შემდეგ მიიღო. საბჭოთა ცენზურამ არ მიიღო ეს ფილმი, მით უმეტეს ოქტომბრის რევოლუციის 50 წლის თავზე. რა თქმა უნდა, კომიტეტს ამ ფილმის დაბლოკვისთვის ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა. დაწყებული საბჭოთა სამხედროს არასასურველი ასახვით და დამთავრებული ებრაული საკითხით. ეს ფილმი ხომ საერთოდ არ ჯდება საბჭოთა იდეოლოგიაში. ასკოლდოვს მოსთხოვეს ებრაელები თათრებით შეეცვალა, მაგრამ ის არანაირ კომპრომისი არ წასულა. შედეგად ის გააძევეს პარტიიდან. დაითხოვეს კინოსტუდიიდან და გაასამართლეს არაპროფესიონალიზმის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ასკოლდოვი სანამ ფილმს გადაიღებდა, უბრალო ჩინოვნიკი იყო, პარტიის წევრი, ასე ვთქვათ, მათიანი კაცი. მაგრამ სიტუაცია ისე დაალაგდა, რომ ცენზურამ ისიც შეიწირა. თან შეიწირა განსაკუთრებული დამცინაობით. ასე განდეგილად დაყომან წლები. სისტემამ ასეთი ნიჭის მქონე ადამიანი ისე გატეხა, რომ მას ამის შემდეგ საერთოდ არაფერი არ გადაუღია. თუმცა მცდელობა ჰქონდა და ეშინოდა კომისრის სცენარის დრაფტების და მონტაჟის კადრების ნახვა, რომლებიც სახლში ჰქონდა შენახული. გავიდა წლები, დაიწყო პერესტროიკა, გლასნოსტი, დაიწყეს თაროზე შემოდებული ფილმების ჩვენება და კომისარს მზის შუქის ხილვის შანსი გამოუჩნდა. მაგრამ გორბაჩოვს ძირითადად ებრაული საკითხის გამო ეს ფილმი ძალიან არ მოეწონა და ის ხელახლა დაიბლოკა. ეს მოხდა 1986-ში, ხოლო 1 წლის შემდეგ კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო შეხვედრაზე ასკოლდოვმა თავისი ინიციატივით მოითხოვა, რომ ფილმი ეჩვენებინათ. დარბაზში ისხდნენ რობერტ დე ნირო, გაბრიელ გარსია მარკესი, ფელინი და სხვები. და აი აქ რეჟისორმა გაიგონა პირველი ოვაციები და აპლოდისმენტები, რომლებიც მან დაიმსახურა ჯერ კიდევ 20 წლის წინ, რომ არა ცენზურა. საინტერესოა ის, რომ ეს ფილმი გამოვიდა საბჭოთა კავშირის ისტორიის იმ პერიოდში, როცა თითქოს რეპრესიები, კულტურაზე და პრინციპში რეპრესიები ნაკლები იყო და ამ პერიოდს სხვანაირად დათფობის, ან ოტტეპელის იგივე დათფობის პერიოდს უწოდებენ. ასკოლდოვი ნამდვილად არ არის ერთადერთი, ვინც იწვნია ცენზურის რკინის ხელი, მაგრამ ეს ისტორია ნამდვილად არის ცხადი მაგალითი იმისა, რომ ცენზურა არ შეიძლება იყოს სასარგებლო. ცენზურა კლავს კულტურას.